მეგობრებო, ოლიგარქი ივანიშვილი აქტიური ტემპებით აგრძელებს საქართველოს არაბიზაციას. სქემა შემუშავებულია კრემლში, რომლის მიხედვითაც კვიდრი ქართველი მოსახლეობა საჭიროა მოექცეს უმცირესობაში, ჩანაცვლდეს ის აზიელი განსაკუთრებით იმიგრანტებით, რათა არავინ აღარ მოსთხოვოს მოსკოვს წართმეული ტერიტორიების დაბრუნება და საერთოდ შეიცვალოს სახე ქვეყნისა, რომელიც ათასწლეულებია მოდიოდა ქართული დროში და ქართული სულით. ამ გეგმის ნაწილია სწორედ ელიტა ბურჯი, აგერ ნახეთ ივანიშვილი თავის ბიზნესში, რომელიც ვითომ ქართველ ხალხს აჩუქა 4 წლის უკან, გახსოვთ ალბათ, აგერ აშენებს არაბულ ქალაქს, გეგმა სქემა გამოკრულია ისნის რაიონში, სტრატეგიულ ადგილას, სალოსის პროსპექტზე, დარეგისტრირებულია კომპანია ომნია ემირათებში, არაბულ ემირათებში, რა თქმა უნდა კომპანია ეკუთვნის პირადად ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რადგან ის დასანქცირებულია ვაშინგტონის მიერ, ფულად ტრანზაქციებს ვერ აკეთებს და შესაბამისად შველელად მოევლინენ არაბი მეგობრები, ხალიფები და შეიხები, როგორც სხვა ტერიტორიებზე საქართველოსი, სადაც ის ფართო არაბულ დასახლებებს გვპირდება. მე მინდა გავაფრთხილო კიდევ ერთხელ ყველა არაბი თუ აზიელი მყიდველი ჩვენი მიწის და ჩვენი მამულისა. მეგობრებო, ჩვენ გელით ყოველთვის ტურისტებად, სტუმრებად ჩვენს ოჯახში, ჩვენს მამულში. მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რეჟიმის შეცვლისთანავე, რომელიც ძალიან მალე მოხდება, გაუქმდება უვიზო რეჟიმი არაბული და აზიური ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში და ასევე აღარ გაიცემა ბინადრობის მოწმობები და უფლებები, რის გამოც თქვენ ვეღარ შეძლებთ შეძენილი საკუთრების გამოყენებას და ასს დაკარგავს ეს გარიგება. ამიტომ მე მინდა ეს კარგად გაითვალისწინოს ყველა მყიდველმა აზიური არაბული ქვეყნებიდან, რომლებსაც ოლიგარქმა და მოსკოვმა ფართოდ გაუღო კარი საქართველოს გადასაშენებლად. საქართველოს გადაშენება არ უწერია და ჩვენი ხალხის გადაშენების მოსურნე თვითონ ძალიან მალე იქნება გადაშენებული ჩვენი ხალხის ნებით და მსოფლიო დემოკრატიის თანადგომით. აი ეს მინდოდა მეთქვა, რათა ადგილზე დარწმუნებულიყავით, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს არ მოიპარავდა, იმიტომ რომ მილიარდები ჰქონდა არჩევის დროს დემაგოგები რო გვარწმუნებდნენ და რომ ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ სჭირდებოდა, ბიზნესი არ ჰქონდა. შალვა ნათელაშვილს უსმენდით მას